რატომ წერ ასე ცალ-ცალკე და არა ერთიან ვიდეოს? ზოგადად კონსულტანტი რომ რეგისტრირდება, ერთიანად ეს ყველაფერი რომ მოუყვეთ, რა თქმა უნდა, არ ამახსოვრდება და როცა კონკრეტული ფაქტის ან რაღაც გაურკვევლობის წინაშე დგება, მაშინ მოგმართავს და ვუყვებით. მართალია, თავიდანაც ვუყვებით ამ ყველაფერს, მაგრამ როცა გითხარ, როგორც გითხარით, ანუ ერთიანად აი ამ ყველაფრის დამახსოვრება, როცა მით უმეტეს ჯერ არ ხარ გარკვეული სიტუაციაში, არ აინტერესებს თქვენთვის და ამიტომ არ იმახსოვრებს. ამიტომ როცა რეგისტრირდება კონსულტანტი და რაც დაინტერესებს, რასთანაც შეხება ექნება, მაგალითად ვერ შევიდა პირად კაბინეტში. როგორ შევიდა ეგ წერს, როცა შევიდა და არ არის მისი პირადი ნომერი შეყვანილი და ვერ გაერკვია აქ წერს, როგორ შევიყვანოთ პირადი ნომერი და ამ ყველაფერში ყველა კონსულტანტს ეხმარება თავისი მრჩეველი. ეხლა რა არის მრჩეველი და ვინ არის მრჩეველი? ჩვენს კომპანიაში ყველა რეგისტრირებულ კონსულტანტს ყავს მრჩეველი. მაგალითად, თქვენ თუ დარეგისტრირდებით ჩემს გუნდში, მე ვიქნები თქვენი მრჩეველი. თუ კი დარეგისტრირდებით სხვასთან, აი სხვა იქნება მრჩეველი და მრჩეველი არის ადამიანი, რომელიც უნდა დაგეხმაროთ ყველაფერში, გასწავლოთ, დაგაკვალიანოთ და ანუ რაც დაგჭირდებათ, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართავთ თქვენს მრჩეველს და ის ყველაფერში დაგეხმარება. ეხლა მკითხავთ ალბათ, რომ თუ კი საიტზე დავრეგისტრირდები, როგორ მეყოლება მრჩეველი, ხო? პირველი ის, რომ ყველა კონსულტანტი, ვინც გუნდს ქმნის, თავის ლინკს ათავსებს სოციალურ ქსელში და ანუ მისი ლინკით თუ დარეგისტრირდებით, ავტომატურად მასთან ხვდებით, ხოლო თუ კომპანიის საიტზე დარეგისტრირდებით, მაშინ კომპანია განიჭებთ რომელიღაცა ლიდერს აუცილებლად VIP კონსულტანტს, რომელიც დაგეხმარება და ანუ იქნება თქვენი მრჩეველი. მოკლედ ჩვენთან ყველა კონსულტანტს ყავს მრჩეველი.